კრივში შაქრო ხუდოიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 2000-2002 წელს დაბადებული მოკრივეები, სულ 70 მოზარდი მონაწილეობს. მათ შორის პირველობისთვის აჭარის რეგიონიდან 5 სპორტსმენი იბრძვის. გამარჯვებულები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, მათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ტურნირის ორგანიზატორები არიან აჭარის კრივის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი. საუკეთესო სპორტსმენებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის მოემზადება. შეირჩევა და დადგება საქართველოს ნაკრები, რომლებიც უკვე მოემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის. რაც შეეხება კრივის ფედერაციას, ჩამოვედი ბათუმში, რათა თალყური ვადევნო შეჯიბრებას. ნახოთ თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ ასაკში, ვინ შეიძლება, რომელი ბავშვებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, რომ მივავლინოთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე. ტარდება შაქრო ხუდოიანის სოლის ტურნირი. შაქრო ხუდოიანი იყო წარსულში ძალიან ძლიერი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და შაქრო ხუდოიანის სოლის ტურნირზე ღებულობს მონაწილეობას 70 მოკრივე. ყველა კუთხიდან, ქუთაისი, ფოთის ზუგდიდან თითქმის ყველა გუნდი ღებულობს მონაწილეობას საქართველოს კუთხიდან. მოკრივეები დაჯილდოვებიან ფასიანი საჩუქრები, მედლებით და დიპლომებით. ჩავატარეს 3 ბრძოლა, 3 და ყველა გავიმარჯვე და პირველი ადგილი დავიკავე.